ზელოთ. ახლა უნდა გადავიდეთ შემდეგ თემაზე, დრო ბევრი გაქვთ. ახლა უნდა ვნახოთ ის ვიდეო, რომელიც მაყურებელს ჯერჯერობით არ უნახავს. სურამ გადაწყვიტა, რომ კვირის ბოსის ბონდოს პაროდია გაეკეთებინა, რამაც აღმოჩნდა, რომ გააღიზიანა ბონდო. სურას და ბონდოს შორის რომ შელაპარაკება მოხდა, რომელშიც სხვა მონაწილეებიც ჩაერთვეს. მოდით ვნახოთ ვიდეო. მოკლედ ახლა გავდივართ ბონდოსთან. გადი ხა იქ, გადი. რა გეწყინა? გადი ხო, გიქო. რა? ვაფშე არ ვარ სასაცილებელი ხა. სასაცილო ერთ-ერთ არ გვაქვს. მე მეთქი არა, მართლა იქ. ბაგარი პიჟონი. მე პიჟონი ნახდათ არა. პიჟონი რატო ვარ? რასაც შევს მე ხაზ. ანუ შენ ასე არ გაცვია? ხო მე რა, ანუ შენაერად ჩავიწვი. ზურა ხო. გიხდება ძალიან. ანუ შენც გიხდება. რა უნდა მექნა? შენც გიხდება. ჩავშირებული ყავ. შენც გიხდება. ბიჭო, რა გითხრა ხა არ მომეწონა ეს ხუბო. რა? აი არ მომეწონა. მაშინ შენი სიტყვა წაიღე უკან. არა, არ დამიცინია. არ მახსოვს. ანუ რას ლაპარაკობ, არის ჰაერზე ლაპარაკობ? არ ლაპარაკობ ჰაერზე. ჰაერზე მაშინ შენ ჰაერზე ლაპარაკობ, მაშინ საერთოდ არ ვაპირებ შენ ლაპარაკობ. რომელი სიტყვა და გაინეორე მეთქი. დიახ. პიჟონურად. ხო მე? პიჟონი რას ნიშნავს, იცი? აბა მითხარ რას ნიშნავს შენ? დამეტებული ჩაცმა. ის რაც არ არის. შენც ასე გაცვია ზუსტად. ეს შენთვის ალბათ. ეს თუ ეს შენი სტილია, უკვე ამსოს არ არის. ეს ჩემი სტილი არა, ეს შენი სტილი და გავაკეთე შენი პაროდია. ჩემი სტილი. ასე დაგინახე ვარ მე. შენ სწორი შეფასება არის. ხუმრობას ვერ ღებულობ შენ. აუ, შეიძლება ვერ ღებულობ და ვერ მივიღებ, რომ მეწყინა თუ გამიტყვა. ხო და მე მაშინ ახლა მასე მეცრება, რამდენიმე მეცრება ასე ჰაერზე მისურო სიტყვები. კლოუნ ბონდო რო სიტყვებს ჰაერზე ისვრის და ვერ აკონტროლებს რაღაცებს, ეს ამ ყველაფერს არ ვიცი ხედავ. აი ყველა იმაში შენ რანაირად უნდა შემოხვიდე. ერთი დღე აღიაროს, ერთი დღე ამ სახში ხო შეიძლება რომ საკუთარ ეგოზე შენ აღიარე როდესმე შენ როგორი ხარ? როგორი ვარ? ანუ როგორი ხარ? გადაწყვეტე, კარგი გინდა იყოს თუ ბედგაი გინდა იყო, რომელი ხარ? მე როგორიც ვარ ესეთი, არაფერს არ ნიღაბი. ამპარტავანი, ნარცისი, ეგოცენტრიკი, რომელიც საკუთარ ეგოს იკმაყოფილებს ადამიანის შეურაცხყოფს. მე ხარ დეგეცის გაჩენილი. ანუ საკუთარ თავზე საუბრობ მაგით. ზოგადად ლორენცო რასაც ხას ეუბნება, იდეაში თვითონ არის ეგეთი რა და ეს არის ერთ-ერთი ტექნიკა ადამიანების. იცი რა არის? ამ სახში, რასაც მე ვხედავ, ეს არის რომ მე ვარ რაღაცა ბოროტმოქმედი, შენ არ იცი ვის ბონდო ვარ, რაღაცა ვის ელაპარაკებ. პატარა ბავშვს ელაპარაკებ. ამ წუთას გეუბნები, ძალიან გთხოვ, მომერიდე. რა უნდა წევიღო, ბიჭო, რა უნდა წევიღო, ბიჭო, ვაფშე, ალორა. რა უნდა წევიღო, ვინ არის ალორა? ვინ არის ალორა? ჰაიდა, ვინ არის ალორა? ბიჭო, მაგ თითებს. ვინ არის თითებს? ვინ არის შენი ალორა? ვინ არის შენი ალორა? ვინ არის შენი ალორა? ალორა. ერთი წამი. დაიგინდა ეხლა. ვინ არის შენი ალორა? ვიდეო პროგრამა გამოიყო. ვინ არის შენი ალორა? რეალობა. ეს პროექტი დამთავრდება. და შენ უნდა გააგრძელო ცხოვრება. რა თქმა უნდა, ბონდოს გარეშე, მაგრამ ხო უნდა გააგრძელო ცხოვრება. ხო გინდა რომ იყო დედამიწაზე. არანაირი მუქარა. ღმერთმა გაგიმარჯოს. სურამ, შენი აზრით, რატომ გააღიზიანდა ბონდო?
უკაცრავად კითხვა ვერ გავიგე. რატომ გაღიზიანდა ბონდო? შენი აზრით რა თქმა უნდა. პირველ რიგში მინდა მოგესალმოთ, ძალიან დიდი მადლობა, რომ მეძლევა საშუალება ამ პროექტში რომ მივიღო მონაწილეობა. რაც შეეხება ახლა ამ ხუმრობას, მინდა ვთქვა, რომ მე და ბონდოს ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და თავიდანვე ძალიან კარგად გავუგეთ ერთმანეთს და ასე თუ ისე ერთმანეთთან გვაქვს ძალიან კარგი ესეთი შეხუმრებები. რაც შეეხება ამ ხუმრობას, გავიგეთ, რომ გაანაწყენა, მაგრამ რაც შეეხება იმ სიტყვას, რაც მითხრათ, აი ესე გაცვიაო. მაგრამ დავაფიქსირე ისიც, რომ ჩემი სტილი ეგ არ არის. და მე მითხრა, რომ აი უბრალოდ ვიდეოში არ ჩანს, მაგრამ მითხრა, რომ ეგ ზურასთვის არ მithქვამს, უბრალოდ უთხარი იმას, ვინც გამოვიდა აი ესეთი ტანისამოსით. და მე ისიც დავაფიქსირე, რომ აი ესე გაცვია შენ ბონდოვები. და რაც შეეხება ამ თემის გაგრძელებას, აი მე და ბონდო ერთმანეთში მოუგვარდით, ჩვეულებრივად დავსაბელურდით, მაგრამ ეს ყველაფერი ლორენცო გამოიყენა ბოროტად რა. და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ ლორენცო თამაშობს საწყალი კრავის როლს, სადაც ერთ სახლში ცხოვრობს 13 ადამიანი და ვითომ თვითონ მარტო არის და 12 ადამიანი ესე უპირისპირდება. ეს უბრალოდ მისი სტრატეგიაო, ფიქრობ და სტრატეგიას უძახის პირდაპირობას. და ბონდოს რაც შეეხება, მე და ბონდოს დღემდე კარგი ურთიერთობა გვაქვს და ანუ მაინც ვიზეზი საბოლოოდ ვერ გავიგეთ. ამიტომ პირდაპირ უნდა ადრესაც ვკითხო, როგორ ფიქრობ ბონდო? რა იყო ზურას ხუმრობის მიზეზი? ანუ არ იყო ისეთი სასაცილო თქვენთვის, როგორც ვნახეთ ვიდეოში და რას ფიქრობთ, რატომ? მადლობა ზურა ამ კომენტარისთვის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ზუსტად ჩვენ რაც ვისაუბრეთ, ზუსტად იმას გაუსვა ხაზი, იმიტომ რომ რას გაუსვა? რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემი შვილები უყურებენ ეხლა. ჩვენ შეგვიძლია მსგავსი სახით ვიხუმროთ, როცა ჩვენ ვართ ოთახში, მეგობრები, კამერების გარეშე. ზურას ხუმრობა არასდროს არ გამაღიზიანებს. როცა მე არ დამჭირდება ვიღაცების რაღაცები ავუქცე. მადლობა. თინათი. ადამიანები თუ შეიძლება დავასრულებ რა. დაასრულეთ. რომ ადამიანებს სამწუხაროდ არ აქვთ იუმორის გზნობა, მაგრამ იმ წუთას, იმ კამერებში ზურას აქციები ხდებოდა ჩემთვის. შეიძლება მაინც ერთ ვიტყვი, რომ სახლში სადაც აი ესეთი თავიდანვე დაძაბულობა არის, კონფლიქტებია, მე და გუგა, რომლებიც ჩამოვედით ქუთაისიდან ვართ, მოკითხვა ჩემს ქუთაისს. ვცდილობთ, რომ ყოველთვის პოზიტივი და დადებითი ხასიათი შემოვიტანოთ. ეს გოგოების მიმართაც, მამაკაცების მიმართაც. რა თქმა უნდა, ლორენცოს მიმართაც, მაგრამ უბრალოდ ლორენცო ვერ გებულობს რაღაცებს, ან არ უნდა რომ გაიგოს. მადლობა. გასაგებია, ეს შეკითხვა იყო ბონდოზე, თუმცა გასაგებია.